წავიდეთ სოფელში, მივყავართ გიას, ანუ მამა ჩემს, მესმის ხა ხმები გარედან შემოდის გახმოვანების დროს და ბოდის გიხდით, მაგრამ აქ ვცდილობთ მე და ანა ცოტა განწყობა გამოვიკეთოთ და მღერით როგორც შეგვიძლია, ოღონდ რა თქმა უნდა ვერ ვადებ აქ ხმას, რასაც მღეროდით, იმიტომ რომ იმასაც ჩართული ქონდა ბოლო ხმაზე და დაგვეპყრობა. ვერ დაგიმალავთ, არ მოგატყუებთ, მაგრამ აქ თავი ძალიან მელამაზებოდა. ხო, არ ვიცი რატო გადავწყვიტე, მაგრამ ასე ვგრძნობდი თავს. ხო, მნიშვნელოვანესი ადგილი ძალიან მიყვართ და ძალიან ლამაზია. არ შეგხვედრია საცობი და აქ უკვე ძალიან გვიხარია. ეს კი არის ჩემი სოფლის ასახვევი გზა, რომელიც ვერადავერ გაკეთდა სოფელში, მთლიან სოფელში, აი ასეთი მიღრუნჭული გზებია და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ თბილისთან იმდენად ახლოს არის სოფელი, რომ აი მინიმუმ უხერხული წკია ასეთი გზა და ძალიან სამწუხარო, რომ არ ექცევა ყურადღება. მარიკო, მას მიირთმევთ და როგორ მიხდება სოფლის სუფთაა. ეხა ყავას მოიტანს ანიჭკა, ხო და იქით სამზარეულო გვაქვს, აქეთ სხვა სივრცე გვაქვს. ანუ ეს მცენარე მამონჯებს ხალხო, ამას უყურეთ, ამ მეტი ჩარას უყურეთ რა. ულამაზესია, აი ულამაზესი. რა თქვა? არაუშავსო? დავასხათ, არ გავჩერდეთ, არ გამჭერდეთ. კაი. ცოტა დავალაგოთ ძინებელი, მოვალაგოთ. მარიკოს ნივთები. ჩავალაგოთ ისე. ჩემი საღამური. ერთი საღამური მინდა რომ ვიყიდო აქ დასატოვებლად. რომ იმას ვქნა ხოლმე, რა ქვია. აღარ წამოვიდა ხოლმე რა. აქ გვინდა ლინენის დაგება სავარაუდოდ ან რამის. აი აქ ჩვენთან. საძინებელში, იმიტომ რომ იატაკი არის ძალიან გაფუჭებული და ამიტომ გვინდა რომ დავალაგოთ ყველაფერი ავეჯი შეცვლა. ნორმალური ყველაფერი ხე არის, რომ თქვა. აცთავრე და ნებისმიერ ახალ ავეჯს მირჩევნია ხე. არც კარფანჯერში შეცვლა არ გვინდა, იმიტომ რომ ხეა, უბრალოდ გავკრასკავთ, გაილაკება და ხეს თქვა. ამას გავაკეთეთ. ცოტა მოგვიანების ამბავი. ასე. დავხარისხეთ. დასაცმელები. ჩემო უღლის კამარით შეგინახოთ. გაფიცებთ რას მოძრა, რაღაცას მოძრა. აი, არ ვიცი. ქუდი. სავარაუდოდ აქ არის კომოდი, მაგრამ ის გვინდა საკიდი და აი არ ვიცი, მე რომ დავორგანიზებთ უკეთესად შევა რა პატარა შესაკიდებელი ვიყიდო. ჯერჯერობით არაფერი არ გვინდა ისეთი. ყველაფერი ექვემდებარება Merci beaucoup. ესეც აქ დავკიდოთ. ჩვენი ჩანთა. მოდი იყოს დროებით აქ. ესეც ასე. აი მეტი. ასე. გამოგვადგება, ამიტომ მოდი
აი აქ დავდოთ საღამოს ბავშვისთვის გამომადგება. всё. ოთახი მივალაგე, ერთი ის არის, აუცებ გამოვწმენთ და всё. როგორი გოგო ვარ. მიყვარს საქმის კეთება. ერთი ძველებურ სარკეს არ მირჩივნია არც ერთი ახალი სარკე. არც ერთი. ანუ გიჟდები ძველებურ რაღაცეებზე. ძალიან მიყვარს. წავიდეთ. იატაკები მომწმენდო. ხო, ტელეფონი დავტყერო. ბაი. მე-11 შუა დღემში დუბისა მეგობრებო. მივა ამათან და დედა ჩაკბიჭავს, დედა შეგჭამს. ეს ოთახიც გვინდა მეგობრებო, შევღებოთ, ჭერი არა ჭერი ახალი გაკეთებული, აი ეს. გვინდა რომ გავაკეთოთ. ისე აგებუნება ორნამენტები აქვს, ანუ რაღაცნაირად არის. ნუ ეს უნდა გავაკეთოთ ოთახი სამომავლოდ აუცილებლად. დახატა დედა, ძალიან უხდება ბარა. სულ დახატადე? კი და. მომაქვს რომ მოვდივარ, ძალიან მწირი რაღაცა ეფექტურად არაფერი არ მომაქვს ისეთი. ნუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მხოლოდ ისინი მომაქვს ხოლმე. და ნუ იწევკა. ეს აქეთ იდგა, მაგრამ აქეთ გადავიტანეთ, იმიტომ რომ გაიწი არ გადამივარდა ერთი წუთი. აქეთ მხარეს იყო და მიპატარავებთ ოთახს, ამიტომ აქეთ გადმოვიტანეთ, რომ ბევრად დიდი სივრცე გქონდეს რა და რეალურად სივრცე, ანუ ნამდვილად მაქვს. ხო, დედა, აბარაბატუტი. მახსოვს, ასე უყმსავდი ხოლმე, როცა შაქრით სვამდი და ახლა პირველად დავყნოსე უშაქროთ. სუნი აქვს არაჩვეულებრივი და გემო ჯერჯერობით ვეღვიძვი, დღის მე-11 დღეა. ხო და ერთ თვეში მიეჩვევიო და დღეს მეორეა ეს და მესამეს ანა გამიკეთებ კიდე ღამის ესე 11-10-ისკენ. სად იყავი? კოპა. სად იყავი? ლაპავსა და ალე პაპამ ჩაყლაპა და მოასწრო და მე ვიტირე და მე უთხარი არ შეიძლება მოსწრებაზე. მე-12 დღე დილამშვიდობისა მეგობრებო. დილის 8 საათია. ბედნიერი. როგორც ხედავთ იწვიმა. სამწუხაროდ. ეს კი ჩვენმა უახლოს მადამემ მოგვართვა, მადლობა. მე ვერ მივირთვიო. ეს კი გახლავთ ჩემი 2 საათიანი კვება, ეს არის კიტრი, პომიდორი, ყველი, ქათმის ხორცი, ჩახოხბილიდან ამოვიღე, ჩახოხბილი არ მეჭმება და 2 შემწვარი კვერცხი თავისთავად 2 ნაჭერი ჭოვის პურით. გემრიელად მივირთვათ. ვიცი, ძალიან ხრაშუნობს ეს ყველაფერი, ამიტომ მოდი მიჩემია გახმოვანებით გავაგრძელოთ. ბუნებრივია ასე სწრაფად არ მივირთმევ, მაგრამ ისეთი სიჩქარე მაქვს. გადახოვული ეს კადრები და იმ ხელაზე მაქვს გადაწეული ისრები, რომ აი რა გითხრათ, მირბის პირდაპირ რეისით.
ხო, აქ ხორცი მიდევს კვერცხი, კიტრი პომიდორი, ორი ნაჭერი პური და ყველი და სიმართლე გითხრათ, აშკარად ცოტა მეტი მომივიდა, ალბათ ერთ კვერცხს ამოვაკლებდი. ბოსტნეული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა იყოს და ამით ვიწყებთ ზოგადად ბოსტნეულით კვებას შესაბამისად. ანუ მეტყობა კიდეც ბოსტნეულით არის დაწყებული ყველაფერი, მით უფრო სიმწვანე. სალათის ფურცლის ამოტანა აქ ძალიან დამეზარა, იმიტომ რომ წვიმდა, არა და ორნაბიჯზე იყო, მაგრამ აი ცოტა ტალახში უნდა მებუდიალა და ძალიან დამეზარა. არ ვიცი, მაინც და მაინც ის შემხვდა, რა ქვია, ფილეს ნაჭერი ამოიღია. თუმცა სანამ ქვაბიდან ამოვიღებდი ქათმის ხორცს, მანამდე გავარკვი ეკოსთან, ჩემს ბიძაშვილთან, რომელიც ამ ყველაფერს ასე თქვათ უკურირებს ჩემს კვებას და მე ვუყრი ყველა დეტალს და ისე არ მივირთმევ. და მითხრა ჩახოხბილი არ არის რა თქმა უნდა კარგი ჩვენთვის, რადგან იქ პომიდორი, ტომატი და ასე შემდეგ, თუმცა ხორცი შეგვიძლია რომ მივირთვათ და რა თქმა უნდა ამოვიღე, მაინც და მაინც ფილე შემხვდა. რატომღაც ეგრევე რაც ამომყვა ის ამოვიღე, არავერ რო არ მიყვარს, უბრალოდ სხვა ნაჭერი მერჩვინა, მაინც და მაინც ფილე რო არ ყოფილიყო. დედა რა სწრაფად მივირთვი, შეგენაცვალე, შენ გენაცვალე. რა მოდომებული ხარ კვაც, აი პირდაპირ აღფრთოვანებას ვერ ვალავ. საღამოშტობის გოგოებო. მე რა მაგრა ვარ ხალხო ცხარიელი ტაფა დამიდგამს გაზზე ყავა სხვაგან ის ამინჩია ცარიელი ტაფა და არის ოხში ვარ მეთქი რა იწვის ვაიმე რა კარგად ვარ რა მაგრად ვარ ეხლა თქვენ გადამარჩინეთ მე რომ კამერა ჩავრთე ვაიმე მეთქი რა ბოლია დაუბრუნდით თბილისში წევან ჩამოვედით მარიკო მანანაკით სოლასთან არის ცოტა კაციშვილი ვარ სიმართლე გითხრათ გამიკვირდა ის რომ პირველად ვიმგზავრე დრამინას გარეშე მამა ჩემის მანქანის და ცოცხალი ჩამოვედი ეს უკვე იმ ხელაწინ გადადგმული ნაბიჯია ხალხო ეგეთი არ გენახოთ არაფერი რა ხელაწინ გადადგმული თქვენ რო იცოდეთ როგორც ხშირად ხედავთ ვიდეოებში ძალიან ხშირად მივდივართ შაბათს ან პარასკევს და უკან ბრუნდებით კვირას როგორც მჩვევია ხოლმე მხიარული ბლოგები ასეც როგორც ხედავთ ბოლო პერიოდი არ არის სოფლიდან მით უფრო და ვცდილობთ გავმხიარულდეთ ვცდილობთ რაღაცნაირად ერთმანეთი გავამხნევოთ ხანდახანად კადრების გადავიღოთ მხიარული თუმცა რეალურად არ არის სამხიარულო ჩვენთვის დღეები ჩვენი ოჯახის წევრი ჩემი ოჯახის წევრი არის ძალიან ცუდად ჩემი მამამთილი მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაცა ძალიან მყარად ვიდგეთ ფეხზე ერთმანეთის გვერდში დგომით ერთმანეთის გამხნევებით არ ვიცი რა როგორ იქნება დღეს ცოტა თავადაც ძალიან ემოციურად მძიმედ ვგრძნობ თავს ემოციურად მე თვითონაც ძალიან მძიმედ ვგრძნობ თავს რაღაცა უნდა შეეცადო რომ თავი ხელში აიყვანო და გაიღიმო და ასე შემდეგ შენი ნაწილი მაინც ძალიან ისე ახოხდებით რა ძალიან ისე რაც არის თქვენთან შემიძლია ეს გადმოვიტანო და თქვენ თავისაობრო ახლობლად თავისაობრო ნუ სამსახურს არ ვეხები იმიტომ რომ ბავშვებთან რო გაქვს შეხება შეიძლება და თუ ჟენი რამე საერთოდ არავის არ აინტერესებს იქ არც ერთ ბავშვს რა თქმა უნდა დიდებზე არ მოგსაუბრებ ხო, მოკლედ, მინდოდა რომ ეს პერიოდი ხშირად ჩავსულიყავი სოფელში
მინდოდა რომ ძალიან ხშირად ენახა მარიკოს პაპა და სანამ ეს ცნობიერება ჰქონდა პაპასაც ენახა მარიკო. და აი ამ გზათა შუა ვართ, მოკლედ ამის თქმა მინდა. ხო და წავიდეთ დავლიოთ ყავა, ჩამოვედი, იმიტომ რომ არ მაქვს შვებულება სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ახლა ძალიან საჭირო ვარ იქ და თითოეული ჩვენთაგანი ძალიან საჭიროა იქ გვერდში დგომისათვის, გამხნევებისათვის და ბევრი რამისათვის კიდევ. მაგრამ ნუ არ ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაღაცნაირად ერთი კვირის მერე მაინც გავიდე შვებულებაში, იმიტომ რომ მე იქ ვჭირდები ჩემს ოჯახს და არ ვიცი როგორ მოხერხდება ეს შვებულება ჯერ ივლისის ბოლომდე, მართლა არ ვიცი. კაი, წავიდეთ ყავა დავლიოთ. მეორე რიგით, მეორე ყავა. 5 ხდებოდა და უცებ-უცებ მივირთვი გზაშივე ვაშლატამა და დავაყოლე კაკალი, ტრადიციულად როგორც მივირთმევ ხოლმე გოგოებო. დღეს შუა დღეს ცოტა მეტი მომივიდა კვება და სიმართლეითად ვიგრძენი კიდეც, აი რაღა შემეხუთა სულ ასე მგონი ერთი ღური შევჭამე მთლიანად. იმიტომ რომ ზოგადად როცა ხორცსაც ვურევ ხოლმე, ხორცი ხო იცით უფრო მეტად დიდხანს იღეჭება და უფრო მეტ ნაყრვანებას გრძნობ და მოკლედ. სანამ დავრეკე, სანამ დამირეკეს, მერე თვალით ჩავთეთ, მოკლედ იმდენი ხანი ვეღარ დავლი ყავა, რომ იდეაში მგონი გაცივდა კიდეც, მაგრამ ხა რაც არის დავლიოთ. ისედაც უშაქრო როა, დიდად მოწადინებული არ ვარ ხოლმე რომ ცხელი უნდა დავლი. მაინც და მაინც. ძალიან უწუხარ თელავში მომხდარი ამის გამო, ამ სტიქია მართლა აი გული შეაღონა სრულიად წყვის მნიშვნელობით. რამხელა, რა ვიცი რა, უბედურება ტრიალებს და საერთოდ აი რა ხდება საქართველოში რა და საერთოდ მსოფლიოში რა ხდება ხალხო. ძალიან საერთოდ საუბრობენ იმაზე, რომ ზოგადად რა ხდება და რატომ არ არის სანიაღვრეები ამდენი და იმდენი და ნუ მოკლედ ბევრი პრობლემებია ალბათ, რაც ნუ ყოველ შემთხვევაში არსებობს ამ კუთხით. არის ხოლმე სტიქია ხანდახან ისე რომ ვერ დაიცავა, ნუ ეგ მაინც ხდება რა, რაცა გაუჩერებელია ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ჩვენც რო არ ვართ მზად სტიქიებისათვის, მოდი ეს ძალიან ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სანიაღვრე სისტემები ზოგადად რო ვთქვათ, აი საქართველოს არ გვაქვს. ეგ თუ სანიაღვრეა, რაც ქუჩებში მხდება, რავი მე რაღა ვარ აბა. რა თქმა უნდა, ახლა სტიქიას სანიაღვრე ვერ უშველი და ეგრე, მაგრამ მაინც ამაზე საუბრობენ, რომ არ არის გამართული ბევრი რამ, რამაც მეტად დააზარალა და მეტად დააზიანა ყველაფერი, ვიდრე ვთქვათ, მანამდე ეს ყველაფერი იქნებოდა. არ ვიცი. არ ვიცი, რა გითხრათ, არ ვიცი. ახლა შაბათს თუ რა ვიცი, უფლისნებით ყველაფერი იქნება სტაბილურად. წავალ შაბათს ისევ ტრადიციულად მამა წაგვიყვანს, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ კვირას მუშაობს. ზოგადად რაც ეს ემთხვევა ხოლმე, ეს ბოლო რა ვიცი, რამდენიმე კვირა სულ ემთხვევა ორშაბათი სამუშაო დღე და ახლა სამწუხაროდ კვირა ემთხვევა. ხო და კვირა დღეს თუ შვებულება ვერა და ვერ მომიწევს მარშრუტკი წამოსვლა, არ დავეცებ იყოს მარშრუტკა. ამერთხელ მისცენა დამღალა გოგოები.
ანუ თმის ზვენამ ხალხო სული ამომხადა, ამის იქით რაღა უნდა ამომხატოს აღარ ვიცი. ანუ ისე მცვივა თმები, აი რა მომენტებში ვაკურდები ხოლმე გეტყვი თმის ზვენა უფრო მეტად როდის მაქვს ხოლმე, როცა ხშირად მაქვს შეკრული. მაგრამ აი გეხვეწებით, სად ვიბოჟიალო, აი ამ გაწეწილი თმით ბავშვებთან იმ სიცხეში, ამდენი ბავშვი ხან კისერზე, ხან ხელში, ხან რა ვიცი მე, ხან მეხუტებიან ამ არ შემიძლია ხალხო აი ესე ვიარო გაწეწილი თმით. ყველა სიმშურს ვინც დაიყენებს თმას და ბედნიერად დადის მთელი დღე. იცოდეთ რომ თქვენი ყველა სიმშურს. ყველასი. გოგოებო, ეს ხრაშუნა რო ვიყიდე, ქილით წინა ვიდეოში რაც გაჩვენეთ, მომწონს, მაგრამ არა ცალკე. გემო. ვაშლატამასთან და თხილეულთან ერთად მეტად მომეწონა გემო. აი რაღაცა თითქოს აბალანსებს ყველაფერი ერთად. მაგრამ აი ესე რო გითხრათ ხა ავიღებ და პურზე გადავისვამ და მივირთმევ, მოგატყუებთ. ასე ჯერ არ შემყვერები, მე თუ შემოყვერდება ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ასე არ მიყვარს. როგორც მასწავლეს კოვზით ერთი მთელი კოვზი საკმარისად რომ გაანაწილო, აი ასე ვანაწილებ ხოლმე კი ხედავთ ვიდეოებში, სოფლის ვლოგებში, ბუშიაც დავდე ვლოგში იქ მქონდა, ასე რომ რა ვიცი. ჩემი მე-12 დღე და შინაგანად ძალიან ამატი მე არსად არ მეჩქარება იმ ხრივ რომ ჩემი მთავარი რაც არის ყველაფრის საწყისი, ეს არის ინსულინის დარეგულირება. ეს არის ყველაზე მთავარი. არც ის რომ ხა ამ თვეში პირობითად გეუბნებით რომ ერთ თვეში 7 კილო, 10 კილო უნდა დავიკლო და უვიძახო, ხო, არა. დავიკლო თუნდაც 2 კილო. 1 იყოს, 3 იყოს, არ დავეძებ, დავიკლო, მეტი არ მინდა. იმიტომ რომ მთავარი რაც არის, ეს არის ის ორგანიზმის დალაგება კვებით, რაც დაწყებულია, რომ ჩემი ანალიზები ჩადგეს წყობაში. მეტი ახლა არაფერი არ არის ჩემთვის პრიორიტეტული, ის კლებაც ბუნებრივია იქნება. ეს ბუნებრივი მოვლენა, მაგრამ არა ისეთი სწრაფი, როგორც სხვადასხვა დიეტების დროს, თუნდაც კალორიულ დეფიციტის დროს. აუცილებლად ამაზე მეტი კლებაა ყოველთვის, მე არ ვაპირებ ძალიან ორგანიზმის დასწრესვას, იმიტომ რომ არ იქავ გეხვეწები. არა, მივყვები ნელ-ნელა რაც იქნება, იქნება. ამას უკვე აღარ მაქვს ამაზე, ანუ კლებაზე ორიენტირებული არ ვარ, ამის თქმა მინდა რა. დავიკლებ, მეც ვიცი რომ გოლიათად გამოვიყურები, მეც ვიცი რომ დაკლება მჭირდება, ანუ შინაგანად მე თვითონ რა მინდა იმას გეუბნებით. მეც ვიცი ბევრი რა, მაგრამ ამის გამო ვერაფრით ვეღარ შევამცირებ იმას, რასაც მივირთმევ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია შიმშილი. ყველაზე კარგი არის ის, რომ 8 საათზე ვიკვებები, ბოლო კვება არის 8 საათი, ანუ 9 საათზე უკვე დამთავრებული მოკვება რა, 8-ზე ვიკვებები. და საკმაოდ მოყიერად ვიკვებები, ნუ ხა ზოგი არის ხოლმე უფრო ნაკლებსაც მირჩევენ ხოლმე ვირთვა, მაგრამ მავარ მედარდება რა, უნდა ვიყო მოყიერად, იმიტომ რომ მე უნდა მეყოს მთელი რაღაცა სანამ დავიძინებ და მოკლედ. ხო და რა ვიცი გოგოებო, ხვალისთვის ხარ უნდა გავიბზადო ისე მეზარება, თავი მიკვდება. მერტ მაგთან შვიდობა იყოს ჩვენს ოჯახში, სოფელში, რამდენჯერაც დამირეკავენ გული მიკანკალებს, წეღანაც კობრამ დამირეკა და ხომ შვიდობაა თქო მივახტი ეგრევე. ყველაზე მეტად მინდა ახლა ჩემი მეუღლის გვერდით ყოფნა. ყველაზე მეტად მინდა ჩემი მეუღლე ვანუგეშო, ყველაზე მეტად მინდა ახლა ჩემი დედამთილი ვანუგეშო. ყველაზე მეტად მინდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ვერ გამოდის ესე როგორც მე მინდა. 5 დღე ვმუშაობ, მერე გავბივარ, აი ამ რეჟიმში ვართ უკვე, ნუ რამდენი ხანია.
მაინც გრძელდება ყველაფერი, ხო? რაც არ უნდა რაღაცა სევდა გქონდეს ადამიანს, რაც არ უნდა ოჯახში პრობლემა იყოს, ვიღაცის ჯანმრთელობის პრობლემა იქნება ეს თუ ზოგადად რამე პრობლემა. მაინც გრძელდება ცხოვრება, იდება ვიდეოები, მუშაობ, ჭამს, სვამ, ანუ ცხოვრება ხო მაინც მიდის, ანუ იქ რაღაცა მხიარულ ვიდეოს ვიღებ, მაგრამ ბევრმა არ იცის ხო შინაგანად როგორ მაწუხებს და რა მაწუხებს და ძალიან მაწუხებს ხო რეალურად, მაგრამ რამდენი ხანია თქვენთვის ეს მე არ მithქვამს, რომ ეს ძალიან დიდი სევდა გვაქვს ბოლო პერიოდში ძალიან რთული ვითარებაა ჩვენს ოჯახში და ძირითადად აი ესე ვართ, გზაგასაყარზე დაურბივართ, ასე რა ვთქვათ, მე და ჩემი მეუღლე. მაგრამ ახლა ძალიან რთულია ეს ყველაფერი და რაღაცნაირად თქვი, მანამდე კიდე რაღაცას თითქოს ვებღაუჭებოდით. მაგრამ ღიმილის მიღმა ძალიან ბევრი სევდა იმალება ადამიანებში, ძალიან ბევრი დარდი, ძალიან ბევრი ცრემლი, ძალიან ბევრი მოგონება, ძალიან ბევრი ტკივილი, ძალიან ბევრი სიხარული, ძალიან ბევრი ბედნიერება, კმაყოფილება, ყველაფერი. მე არ ვიცი ადამიანები რა ვართ და რამდენის ატანა შეგვიძლია, რამდენის გატანა შეგვიძლია. პატარა ასაკში კიდევ ხაცნაირად სხვანაირად, ანუ ვერ ვიაზრებდი ალბათ და ბუნებრივია და ეს არის ძალიან ნორმა, რომ ბევრად პატარა ასაკში რაღაცებს ვერ იაზრებ. როცა უკვე ხდები დედა, ან თუნდაც დედა არ ხდები, კაც უბრალოდ იზრდები და რაღაცებს უყურებ, ხვდები, რომ ადრე თუ გვეშენებდეთ მოვა ეს რაღაცები და ძალიან გტკივა მე. ძალიან გტკივა. ძალიან. თითქოს მე ყველაფერი ხელიდან გეცლება, ეგეთი შეგრძნებები გაქვს რა. აი, დაგემშვიდობებით, სიმართლე გითხრათ, ძალიან ვარ ემოციურად დაღლილი და ჩემი ხა ეს ვიდეო დავამონტაჟო, დავუთხო სამოსი, მამამ სარეცხი გაშაო, წაიღეო, წამოვიხო ჩემი სარეცხი. მარიკოც გამოვიყოლო, ბიცოლა ჩემთან არის, მოენატრა გიშდება ბიცოლა ჩემი მანანა კი იცით. მარიკოზე და აი უკვე ისე ენატრებოდა, რომ აი აღარ ვიცი უკვე ისე, იმიტომ რომ მაშინ მოვედი თუ არა წავედით სოფელში, მერე ჩამოვედით, მერე ეგრევე სამსახურში და ვერავიყვანე, მერე ახლა წავედით და გაგიშდა უკვე ქალი და მეთქი. გადავიყვანეთ. დროებით. აი ხალ. გული მაგათასი. ლამის არის ამოვარდეს ხო და გაიქცეს და ბაღჩის ბოლოს წამოწეს გული ისე დღეში. დღესა დამირეკა უგიხსენებათ მე ვარ უბედურ ქალთა საბჭოს წევრი. დამირეკა ერთმა მოწიფულმა ქალმა ქოდოდი მიშველი. ვაი მე მეთქი არა ფულის ესხება უნდა და ხო მეტყოდი არა ვაკ, მაგრამ რო მაგ მერე სინდისი ცოტა იმაშვება რა, ფეთქავს. თურმე ქმარსა გაუჩინია სიყვარული. ნამუშო კაცსა, უსიდისო კაცსა, მილუთ კაცსა. თავტრობინა. აჰა, ბალღობიდან ეგრე ვიცნობ, ეგრე დარჩა. იპარსავს თვალსწრთომა უფრო ახალგაზრდა ჩაგვარ. კაცებო, ფულები რო ფეხში დაგაყენები, აქციურ ქმრებს დაგაყენები, დაგავშვენები, მერე ადგები და გაიქცევი სხვასთან გამოკეთებული ვღარ უკვე, ხო? უკვე გიშველა და თავი დააღწიე, არა უშავს. მერე ისინი წაიწვნევენ თქვენ რაღაც ახად. სხვის ოჯახის დამანგრეველი. ვერავი ხალხო დედამიწაზე ვერა გაიხანებს. ჩემი მოწიწებული აზრით. როცა იცი, ახლა კაცი როა. ქვიცაციმი მეცა ვიცი. ოჯახს აგრებს, შიგიდან ანაკაცი ანაკალი, მაგრამ შენ არ ვიცი ოჯახია, ხო და თანა
ხალხები ასევია თავზე ტილივით. იმდენი ბალყი რო ყავს არჩინი. არ ვიცი ძმაო. ვერ გეტყვით. ვერაფერს ვერ ვიტყვი. თქვენთვის მომიდია. ისა კაცები ვინც ატყუებთ. სხვა ქალებს რომ დედა როგორ მისისხება ცოლი ამდენი ხანი რამ გამაჩერა და შენ მიყვარ ხარ და უნდა დაგიგო ფიანდაზები და ლექსებს აუკითხავთ და ცოლისთვის ერთი ყვავილი არ გიჩუქებიათ ხო? მაგ ლექსების თქმაში ამოხდებათ სული. ცოლებს გვერდიდან რომ წამოვხტებით და სხვა ქმრის ცოლებს ჩავხტებით ხო? ღმერთი არ გაპატიებთ, თორე მე ვაფშებთ ნაპატიები მაქვს თქვენთვის. ვინახათ მიბასტი რომ უხართ ჩემთვის ხო? მიშველეო ქუდოდი, რასა უკანო მეუთხარი. გაგავიდა გადაყაროს ახშირად გინდა ხო? აი ეგრე გავეცი პასუხი. ნუ მატყუებთ სხვა ქალებს რომ ვითომ ცოლები არ გინდათ და თანაც ცოლებს არ შევდებით. იცით რა არის პატიოსნება? რო არ გინდა დაამთავრებ ჭარსულს და მე მიხედავ მომავალს და აწმყოს. ეგ არის ჩემთვის ნორმა, სტანდარტი. ეგ არის. თორე წლები სხვა ქალთან დაცუქცუქობთ ხო? არ ვიცი ძმაო. ახლა ხო ხალხი აქა და ვერ ავლაპარაკობ თუ გადმოკარკნილ ხალხს ისე ვილაპარაკებთ. აი ხალხო, ახლა როგორც მოგეხსენება და ალბათ გაატკეცებული გაქვთ და ხედავთ ზივარ იმაში ავტომობილში, ნისანის ტიდაში. ხო, ახლა მივდივარ სოფელში და ასკიდით გულზე ვინ დასასწრაფები ხადა, ვინც არა და მიხარიეთ ღმერთმა ორი იმდენი სიხარული მოგცეთ. არ ვიცი გესმით ჩემი ხმა თუ არ გესმით ჩემი ხმა, არა ტრენდი როა და თავგადაკრული ტრენდი როა, მაგასა ხედავ. წავედი ახლა გაჩვენოთ ხეები. თბილისელ ტყუებს ხესად გექნება ნანახი და ბაი ახლა მივდივარ ბალღიცა მიყავს.